ჰერმეტიზმის მთავარი მახასიათებელი, როგორც ჩანს, საიდუმლო სიბრძნის ან ცოდნის ძიებაა. ამ მიზეზით და იმის გამო, რომ ჰერმეტიზმმა და გნოსტიციზმმა ერთსა და იმავე ეპოქაში მოიპოვეს პოპულარობა. ეს ორი სისტემა ზოგჯერ ერთმანეთში აიხლარდა. უდაბოდ არის რაღაც მომაბეზრებელი იდეაში, რომ სადღაც იქ არის დამალული სარდაფი ან საიდუმლო წიგნი, რომელიც განმარტავს ცხოვრების ყველა საიდუმლოებას და ხსნის კარებს სიბრძნის სხვა სფეროსკენ. თუმცა ბიბლიის მიხედვით სიბრძნე არ არის გამოყოფილი იმ რჩეულებისთვის, რომლებსაც აქვთ საიდუმლო კარის გასაღები. პირიქით, სიბრძნე ყველასათვის ხელმისაწვდომია. ღვთის სიბრძნე ღრმა და შეუსავლელია, მაგრამ ის გულუხვია, რომ მისცეს მას, ვინც მას ეძებს. ღვთის სიბრძნე მაღლა დგას ბრძენი ადამიანისა და მეცნიერის ხელში და ღმერთი ირჩევს მისცეს მას, ვისაც სწამს და არა მათ, ვინც მის მიღწევას ცდილობს თავისი გონებითა და მონდომებით. რადგან იუდეველები ითხოვენ ნიშნებს და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს, ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმუქრისტეს დაბრკოლებას იუდეველთათვის, სისულელეს კი წარმართებისთვის. ჰერმეტისტულ მეცნიერებებში მოიაზრება ალქიმია, კაბალისტიკა, სხვადასხვა ტიპის მაგია, ასევე წინასწარმეტყველება, ნეკრომანტია, ასევე თეოლოგიური ფილოსოფია, ანუ თეოსოფია, რომელსაც ელენე პეტრეს ასულ ბლავატსკაიასა და პოლკოვნიკ ოლკოტის მიერ დაარსებული თეოსოფიური საზოგადოება შეისწავლის. ჰერმეტიზმი შეიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მხარეებს. ჰერმეტიზმი განსხვავდება მისტიკისგან. თავისი ბუნებითი მისტიკა არის სულიერი, ხოლო ჰერმეტიზმი კი უფრო პრაქტიკული და ნატურალისტური. ჰერმეტიზმი იკვლევს ადამიანის დამოკიდებულებას ბუნების საიდუმლო ძალებთან, მათთან კონტაქტს. თუმცა მისტიკასა და ჰერმეტიზმს ბევრი საერთო ასპექტიც აქვთ. თავაზობთ ჰერმეტიზმის მიმართულებების ძირითად ჩამონათვალს. უმაღლესი ჰერმეტიზმი, თეორგია, ტრავმატურგია, ფსიქურგია. კლასიკური ჰერმეტიზმი, კაბალა, მაგია, ასტროლოგია, ალქიმია, ჰერმეტისეული მედიცინა, ჰიპნოტიზმი და მაგნეტიზმი. პრაქტიკული ჰერმეტიზმი, ტელეპათია, ტელეფსიქია, ტელეკინეზი, ფსიქომეტრია. სახალხო ჰერმეტიზმი, ორაკული, კითხაობა, მწვანე, ანუ მცენარეული მაგია. ჰერმეს ტოტის ცნობილი ზურმუხტის ფილების გარდა არსებობს ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ეზოთერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მისტიური და შესაძლებლობის ფარგლებში დაწვრილებით შესწავლილი ტოტი ატლანტიდელის ზურმუხტის დაფა, ტაბულა სმარაგდინა. მისი წარმოშობაც ისეთივე მისტიურია, როგორც თვითონ ნაწარმოები და სამყაროს და დედამიწის ისტორიის საოცარ კოსმოგენიურ სურათს იძლევა. გადმოცემის თანახმად ჰერმეს ტოტის სამარხში აღმოაჩინეს ზურმუხტის დაფა, ძვირფასი ქვის პატარა ფილა, რომელზეც კოსმიური წესრიგით ამოტვიფრული იყო მაგიური ფორმულები. ამ დაფის დახმარებით დიდებულ ღმერთს შეეძლო კონტაქტის დამყარება წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.